მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ იმყოფებით ინტუიციის ზღვარზე და დღეს კალაბასტო მახარას სამეული ეცდება რომ რევანში აიღოს. ითხოვდით და მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს სიტყვას. მე გისურვებთ წარმატებებს მეგობრებო და სახლში 10,000 ლარით დაბრუნდეთ. მინიმუმ გამარჯვებული. დარწმუნებული ხარ რომ გვისურვებ? არა, გულწრფელად გისურვებთ რომ მინიმუმ გაიმარჯვოთ 500 ლარით, მაგრამ გამარჯვებული. 500 ლარით, მაგრამ გამარჯვებული. მეგობრებო, იმისთვის რომ თქვენთვის შევქმნათ საინტერესო სახალისო გასართობი და რაც თავარია, სასიამოვნო კონტენტი, ამისთვის უდიდეს შრომას ვდებ და რომ იცოდეთ თუ რამხელა შრომა იდება ამ ყველაფერში, აი ეხლავე დაალაიქებდით ვიდეოს და არხსაც გამოიწერეთ. გთხოვთ უბრალოდ თქვენი ერთი პატარა ღილაკის მიჭერით დაგვიფასეთ ამ იუთუბერებს ჩვენს მიერ გაწეული შრომა, რომელიც ისევ თქვენსკენ არის მომართული. და რა თქმა უნდა, მადლობა იმისთვის, რომ ამბასადორი გვიდგას გვერდში და არის ჩემი არხის გენერალური სპონსორი. გადავიდეთ? რა თქმა უნდა, ბიჭები ნახე უკვე ტაქტიკებს ალაგებენ. თამაში შედგება 8 კითხვისგან და თითოეულ კითხვას 4 სავარაუდო პასუხი აქვს. მოთამაშეების მიზანია თანხა დადონ სწორ პასუხზე, თუმცა მათ შეუძლიათ ერთი პასუხის ნაცვლად რამდენიმე პასუხზეც გადაანაწილონ თანხა, მაგრამ თამაშს გააგრძელებენ მხოლოდ იმ თანხით, რომელიც სწორ პასუხზე ექნებათ განთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი შეცდომაც კი მათთვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. რამე სხვა რითხვით დამეძაბ. ახს უმადლოდ რომ იაგდგება. მე იმას ვიტყვი, ლაშა რომ არაჩვეულებრივია, წინაზეც ბევრი დაულიე და რა კომპანია ეს, ეს მაგრამე ევასება. ეს გემრიელი სასმელი, რომელსაც ამდენი კომპლიმენტი მიიღო ამ მაგარი ხალხისგან, გახლავთ Somersby ახალი თანამედროვე ევროპული სიდრი სასმელი, რომელიც თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ჩაციებული ყინულთან ერთად. შემოვიტანოთ დარბაზში კითხვა ნომერი 1. აპლოდისმენტები გჭირდება. სამზომი გაქვთ ახლა მეგობრებო, კომფორტულად შეგიძლიათ აკონტროლოთ დრო და მე შეგახსენებთ თუ 3 წუთის გასვლის შემდგომ თქვენ თლიანი თანხა არ გექნებათ დადებული პასუხებზე, რაც იქნება დარჩენილი 4 ნაწილზე განაწილდება. 4-ად გაიყოფა ზუსტად. ამიტომ 3 წუთში მოგიწოდებთ რომ ჩაეტიოთ. მზად ხართ? მზად ვართ. მეგობრებო, პასუხებს გაგიჟღერებთ. გისმენთ ლაშა? მიდი, ჰა. 220 220. მეტი ნაკლები და დამოკიდებულია რა არის შეერთებული. აუ, ეხა ვოლტებზე არის. შენ უნდა კითხვა ნომერი 1. მახარ, შენ გასაგონად ალბათ. რამდენი ვოლტი გამოედინება 220 ვოლტიან დენსკვიტადან? დრო წავიდა. რა? 200 ჩემი კაი, სუთი ხელოსანი დაიხურება დღეს. ბიჭო, 220 შეშემა. გვაყავს ხო? просто შეჩემა. კარგად დაუფიქსირებოდი. მე წარმოდგენა არ მაქვს. მაინც დაუფიქსირებოდი. ბიჭო რა, ანუ მე 220-დან მეტ, ანუ 220-იანი დენსკვიტას თუ მეუბნები, ესე იგი მოცემულობა არის 220 უნდა გამოდიოდეს. არ ვიცი. მეტი. მეტი ვერ გამოვა. რა არის შეერთებული? არა აქვს მნიშვნელობა. მობილურ სოტენი 20 ვოლტიანი რაღაცია სოტენი. მე ნაკლები არ მოდის თუ 220-ით მოაქვს და ორი ხეთქავს. კითხვა, მან დადი ორი კითხვა რა. ერთი რომ 220-დან გამომავალი რამდენია 220? 220-დან გამომავალი რამდენია და 220 და მეორე არის ისე არ გამოვა დენი თუ რამე არ შეაერთ. დიახ, ანუ ეს არის. ეგ არის ორი ვარიანტი. დიახ. ეხა ამ ორიდან გადავწყვიტოთ. ეს თუ ეს? ბიჭო, უყურე რაღაცა, ძალიან მარტივი. უყურე, შეხედე, მეტი და ნაკლები. ხო, ამასაც ნიშნავს. არა, რატომ? რამე. შენ მოვერთები, არა, ყოველთვის მეც უდადებ, ყოველთვის მეტი გამოდის. დამოკიდებულია რა არის შეერთებული. 220 სტეპსელიდან აქ სტეპსელია, ხო? რამდენი გამოდის? შიგნით არის 220 ვოლტი ამაში. ოღონდ არ გამოდის ეს, სანამ რამეს არ დააერთ. ხო, რო შეაერთებ რამდენი გამოდის 220 ხო აღარ გამოდის. გააჩნია რა არის შეერთებული. აბა რა კიდე ესე გეგარი? წაიღე ეს ფული მაქეთ ერთი წაიღე. მოდი, ერთი ცალი დავდვათ. არა, ყარა ერთ წალ თამაში ბოლომდე შენ შენ. მეგობრებო, 50 წამი დაგშათ და თქვენ შეცვალეთ. არა, ხოლე ხო არა. მე ფეხი მეტკნა, გავალ 9 ან 7 5 ბიჭო, სხვა გავაძრე. არა, ბიჭო, გადაგდო. არა, უეჭველი. 220-ზე დავდეთ ბასტო. ნახე ეს კითხვები არ არის ტექნიკური, ეს არის პროსტა კითხვა. 220-დან რამდენი ვოლტი გამოდის? 220. აუ, კალათა გააძო და გვენძრა, კაროჩი. მახარა, რასაც ლაპარაკობს, ძალიან გამიჭირდება რომ შევედაო. გააჩნია სადიდო კითხვაში, გაიგე? მეტი არ არის
ნაკლები არ არის. ნაკლებიც არა. თუ მეძე დადებთ ნიშნავს რომ რაც არ უნდა შეაერთოთ, ყოველთვის მეტი გამოდის. ნაკლები თუ არის ესე კი ყოველთვის ნაკლები. შესაბამისად არც ერთია, არც მეორეა. მაგრამ ნახე აქ მაგრამ კაცი იძახის ძმაო რომ აუ ლაშა გეხვეწები რა. ლაშა განდი მე იძახის. ვინაოს? ბიჭო, რომ 220 ვოლტიან დენცკვიტადანო. რამდენი ვოლტი უნდა გამოვიდეს თუ 220 აქვსო რა? ანუ 220 ვოლტია. რამე რას მიხარ? რამდენი უნდა გამოვიდეს შენი აზრით? და არის შეერთებული გაჭრია! არა აქვს მნიშვნელობა 220 ვოლტიან დენცკვიტადან გამოდის რა თქმა უნდა 220 ვოლტი. მე მეუნები ბიჭო. მე მეუნები მე სხვა ფული მოვიტანე და ამაზე დავდე შეჩემა. მეგობრებო, ნახეთ, მე გეტყვით ესეთ რაღაცას რა. შეერთებული მოწყობილობის სიმძლავრე და დენის სიძლიერე შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ თვითონ ძაბვა იგივე რჩება აუცილებლად და 220-დან გამოვა. რა თქმა უნდა 220 ვოლტი. მე რო ვეთანხმებოდი, იმიტომ დავყარე 200. მე რატომ შენ არ გამოვიტანე თავიდან ყველა გამოვყრედი კითხვაზე. შეჩვენო მეთქი ეგ არის, წავიღეთ 10000 თქო. კომენტარი შემხვდა რამდენიმე YouTube-ზე რომ რა მოხდებაო პირველზე ან მეორეზე რომ წააგონო, შეთანხმებული არისო. არ არის მეგობრებო, შეთანხმებული და ზუსტად ეს შემთხვევაა. მე შემიძლია გავაგრძელო და განახოთ სცენარი თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა პირველივე კითხვაზე აგებენ, ან თუნდაც მეხუთეზე მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მე მაქვს შემოთავაზება, იმიტომ რომ რავიდან კაცმა ეს მახარისთვის განკუთვნილი იყო და რავი თლიანი თანხა დადო 220-ზე, რადგან ეს არ იყო, ასე ვთქვათ, ცალსახა შეცდომას ვერ დავარქვევ. შემიძლია 2-0 ჩავწერო ანგარიშზე და თავიდან დავიწყოთ თამაში. ან გავაგრძელებ თამაშის სცენარი. მაწყობს. იყოს 2-0 და პირველ კითხვას შევცვლი. მახარა მგონია რომ ეს პასუხისგებლობა არც უნდა იყოს, კაცმა თავიდან სწორად თქვა. აქ იხსნათ დაჟე. გაწყობთ 2-0-დან გაგრძელდეს და 10000-ით დაიწყოთ თავიდან. კი. თანახმა ვარ, ცოლად გავყვე. მეგობრებო, ეს არ არის ის სცენარი, რაც უნდა მოხდეს წესით, უბრალოდ ჩემი გულისხმიერება, თქვენ ძალიან კარგად იცით, თან კაცი სწორად ამტკიცებ და ამიტომ უბრალოდ თავი დაიწყებ. თუმცა 2-0 არის ჩემს სასარგებლოდ. ამიტომ კითხვა ნომერი პირველი. პასუხებს გავაჟღერებ, მეგობრებო. 3 თვე, ორ სლოვის პერიოდი. 1 წელი, კითხვა იყოს 2 წელი და 3 წელი. კითხვა ნომერი პირველი. რამდენი აქვს ვარგისიანობის ვადა ალუმინის კოკა-კოლას מחარ? წამზომი ჩაით. წინაზე ხო იყო ეს კითხვა. დისამაკ, დეჟავი უკვე არა და ჟიმაობა. რაც ქვია? ხო, შენ ჟიმაობა გეკნა. არ ყოფილა ეს კითხვა? არა. არა. სად იყო რა იყო? 3 თვე არ არის. ყლებაზარ 1 წელი. მე 1 წელს ვფიქრობ. დადე, მიდი მეორედ ვიყოთ. არა მგონია. აბა შეჭე 3 წლის კოკაკოლის დედა შეჭემა რას იძახ. ბიჭო, ამ ორში უნდა ავარჩიოთ. არა მე მირჩენა. ეს სხვა იყო პასუხი. უნდა უჩივლოთ კომპანიას. 1 წელი არის სტანდარტული კარაქი ხო არ არის კი არა და ყველი ეგ დედა შეჭემა. 1 წელი რა. კოკა-კოლა ვადის გადასulis გამო არ გადამიგდია არასდროს. რაღაცები ეს 2 წელი გადაწიეთ ხო და აი ამ ორში ვიფიქროთ რა. 3 თვე არ არის. 3 თვე არ არის უეჭველი. კარჩე 3 წელი არ არის, 3 თვე არ არის. თუ კი 50-50-ზე ვხიოთ შეჭემა. მე მგონია რომ ისედაც გამოიცნო. მიათხლი შე 500. 3 თვე რამდენი აიცი? აი უყურე ივნისში ჩამოსხმული კოკოს, აგვისტოში შეგვიძლია. მახსოვს რომ დამიხედავს რომ შემდეგ წელს გაზდის ვადა. 500 ლარს ხوار დადებდით 3 თვეზე. 500 ლარს? აი სიმბოლურად, მაინც რა ვიცი. 500 ლარს და კითხვა რამე გამოუცვლია. არა და თუ არა მეორე ყლები დადე. აჯი 1 წელი. 50-50-ზე ხوار ვიყიდოთ მე. 15 წამი აი გვაქვს. 50-50-ზე ვყიდო. აი 1000 ლარს იხდი 50-50 გიღის. 500 ღირს კითხვის გამოცვლა. ეხა აი აქ რო წავაგოთ. მე უკვე მე YouTube-ს ვშლი. 4 3 2 და 1. 3 თვე ძალიან ცოტაა და 1 წელი უნდა ქონდეს ეს. 3 წელი მეგობრებო, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრია. ძალიან ბევრია. ასევე ძალიან ბევრია მეგობრებო 2 წელი. აი ხა 3 თვე და მე გეტყვით ეს რაღაცას. ჩემო კალა. კოკა-კოლა არის თუ არა ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი. და სწრაფად იყიდება და სამთოში თქვენი აზრით. რა თქმა უნდა. 3 თვე კოკა-კოლის გასაყიდად. როგორი პერიოდია? რა მნიშვნელობა აქვს? ვადა მან და 3 თვე არასწორია, სწორი პასუხი არის 1 წელი და 10000 ლარი დააგრძელებენ. მესამე ხელს უკვე ბიჭები, მაგრამ გილოცავთ, ამასაც წავიღებ. ამას ვიგებთ ბიჭო. კითხვა ნომერი 2 მეგობრებო, ჯერ გაგიჟღერეთ პასუხებს. 29%. ვაიმე. თანაბრად
ანუ შეგიძლიათ 50% იყოს. ქალი კაცის სქესის 75% თუ 90%. კითხვა ნომერი 2. მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ანუ ეკვატორის ზემოთ? ეკვატორი სადაა, არ ვიცით ხო? ზუსტად არ ვიცით სად არის. დაახლოებით ეკვატორი სად არის დაახლოებით? დრო წავიდა. ეკვატორი არის, ანუ რუკას რო უყურებ, შუაში ზუსტად რა. თანაბარი ყაზარი ამოატრიალე შეჭმა. აფრიკა ქვემოთ არის, აფრიკა მთლიანად ქვემოთ არის, ავსტრალია მთლიანად ქვემოთ არის, ევროპა მაღლა არის, ევროპის რაღაცა 70% მაღლა არის. ჩინეთი შუა აი ნახევარი ზემოთა, ნახევარი ქვემოთაა რა. ინდოეთი საით არის? ინდოეთი ქვემოთაა. ინდოეთი ქვემოთაა უეჭველი. აბა, თანაბარი მიეცი. და ისა სამხრეთ ამერიკა ქვემოთ და ჩრდილოეთ ამერიკა. ზემოთ უფრო ცოტა უნდა იყოს. ხო. სანამ თქვენი დრო 2 წუთს ჩამოწდება, მე შემოგთავაზებთ ასეთ რაღაცას. აბა, მე შემიძლია ცალკე დამატებით მივიღო 500 ლარი და ფოტო გაჩვენოთ. კი, ფოტო ვნახოთ. არა. 500 ლარს ხაზი იქნება ხო გავლებული. იქნება რა თქმა უნდა, დედამიწის ფოტოს გვარ გაჩვენე. მე გადავარ. გაიშოვა. ბიჭო, მე 39 წელს მე დახმარება გვაწყობს. მიდი გვანახე, მიუგდე ამ. რებით დაიწყო? ჯოხიან კამფეტებს გაყიდი, შეჩემა და კევებს მალებო. რა თქმა უნდა, ჩემი მაყურებელს ცალკე ამონათება, მე თქვენ განახებთ, ეს არის ფოტო, მეგობრებო. წითელ ზემოთ არის ჩრდილოეთ ნახევარსფერო. ესა. არა, ბიჭო, 90% შეჩემა, რა ჩემი უნდა. ავსტრალია არის, ინდონეზია არის და ნახევარი. ცოტა ხანი დაგიტოვებ, ტელეფონს დრო გააგრძელეთ. 25 მაინც თქვათ. სამხრეთ ამერიკაა, მოკლედ თითქმის მთლიანად და არის აფრიკის ნაწილი, სამხრეთ აფრიკა ყველაზე ის რაც აქეთ არის და ავსტრალიის მთელი კონტინენტია და ინდონეზიის ნახევარია შეჭ. ინდონეზიაში ნახევარი გავიდა და უეჭველი მე 75%-ზე უნდა დავდოთ უეჭველი. თორე გრენლანდიაში ხალხი არ ცხოვრობს, იქ ალასკაზე ხალხი არ ცხოვრობს. ინდოეთი მაღლა არის? კი. ჩინეთი? ჩინეთის მაღლა არის. 8 მილიარდი ადამიანი არის, ხო? 8 მილიარდი ადამიანი. მარტივად იანკარში. აი ეს არის 100%. ბიჭო, რუსეთის ზემოთ 1%-ია. ერთი წუთი ხდებათ, მეგობრებო. ანუ ჯამში უნდა იყოს ეს 1 მილიარდი და დანარჩენი 7 მილიარდი რო რამე. და მგონი 1 მილიარდი ჯამში ეს არის. ხო. და მგონი 10%-ია მართლა. იმიტომ რომ ავსტრალიაში ამდენი ბევრი შეიძლება 25-იც იყოს ამით. არა, 25 არის 250 მილიარდი. თუ გიგო 1000 ლარი დავასპლიტი, ნო? არა, 90-ზე დავდოთ, დაიკიდე რა. 10 ბიჭო, გადავიდა. 9 არა, ბიჭო, მე ბევრია, 2 მილიარდი ტიპი არ ცხოვრობს ქვემოთ. გადავიხადოთ, შეჩემა, რა გინდა? და შეწყდა. არა, ბიჭო, 2 მილიარდი ბევრია ამ. მეც მაგას გეუბნევოდით. ხო, მართალი ხარ მე. ნუ ეხა აღარ დავიწყებ მეგობრებო, 39%. არც თანაბრად არ არის. და მე თქვენ გკითხეთ რომ რამდენად ზემოთ არის ინდოეთი და ჩინეთი. მთლიანად ზემოთ არის. მთლიანად ზემოთ არის. შესაბამისად 75% არ არის. სწორი პასუხი არის 90%. კიდევ კაი ეს ვნახეთ ჩემი. და გილოსავ. გიგდა 500 ვაფშე ლარი. სხვაგან მეგონა ეკვადორი. მესამე კითხვა მეგობრებო. არ იყო ესეთი რთულად გამოსაცნობი, რამდენი პროცენტი ცხოვრობს. ვითომ ეს ფოტო როცა ნახეთ. ფოტოს მე საერთოდ არ. მაგრამ თქვენ თუ იცით რამდენი პროცენტი ჩემი მაყურებლის ისე უყურებს, რომ არ ხიარო გამოწევია რა აქვს? ალბათ 60. 60%-ამდე ადამიანს აი ხა ამ გადავიდით შემდეგი რაუნდი. წარმოიდგინეთ, თქვენს პირველ ეპიზოდს აქვს დაახლოებით 150,000 ნახვა და რომ გამოთვალოთ 60% რამდენი გული დაგარტყავთ და ხომ არ ლაშე, ხო უყურებენ. ნახე, ეგეც ხო კაი თქვენი ხალხია. გაფასება. ნახვით თქვენ იღებთ სიამოვნებას. მაგრამ თუ გინდა რომ იუთუბერი, ვისაც უყურებთ და გსიამოვნებს, უბრალოდ ანუ ზოგს ახოე პრინციპი რა არ ვიცე. რატო? გამოიწერე, იმიტომ რომ ეს კონტენტი თუ მოგწონს, ლაშა აუცილებლად შემოგთავაზებს შემდეგში ამაზე უკეთეს. იმიტომ რომ დაინახა რომ შენ მოგწონს, ამიტომ ლაშა ვითარდება და უფრო კარგს შემოგთავაზებს. ბინოწი გაატაროს სათხაც, მეგობრებო, ისე განვითარდა. მახარ ამ ჭიქით შენ სიტყვებს გაუმარჯოს და იმ ხალხს, ვინც ახლა შენ სიტყვებიდან გამომდინარე, არხს გამოიწეს. თქვენ ვისაც გამოწერიკავთ, თქვენ სულ გულში ხართ და სულ გამარჯვებულები გატაროთ ღმერთმა. პასუხები მეგობრებო. ჭიანჭველა ჭამია თვეში 1 მილიონზე მეტ ჭიანჭველას ჭამს. ჟირაფს 24 საათში მხოლოდ 30 წუთის ძინავს. კენგურუს უკუსვლა არ შეუძლია და ყველაზე ჭკვიან რვაფეხას 200+ IQ აქვს. ჩამოთვლილი ფაქტებიდან რომელია სიცრუე? დრო სიცრუე? კენგურუს უკანსვლა არ შეუძლია არის ჩემი აზრით. 200 IQ. არ ვაფეხა რომ ჭკვიანი არსება, ყველამ ვიცით რომ აქვს. 200 IQ-ზე მეტი შეჩება. რვაფეხაზე ამობენ დაჭეროთ უცხო პლანეტელი არის. არის? ყველაზე ჭკვიან რვაფეხას.
ბიჭო 200 IQ. შეგიძლია განათავსოთ თანხა. ანუ სტივენ ჰოკინგის ლაპარაკი IQ. არ შეუულია თორე, ინფორმაცია არ აქვს შესაბამის თორე. ტვინი არ. IQ რითი ითვლება? ანუ IQ-ს ტესტი ხო არის? IQ ტესტი ჩაუტარეს 8 ფეხას? არა, ბიჭო, არა, IQ ტესტი ვერ ჩავტარდე. ეს სიცრუე მგონია. ეს სიცრუეა. დატო იცი რომ უყურე აქ არ იქნება როგორი ფაქტი იცი რომ ჭიანჭულა ჭამია თვეში 1 მილიონზე მეტ ჭიანჭულას ჭამს არა შეიძლება დათვალო მაგრამ აქ ციფრში რიცხვში არ იქნება შეცდომა იქნება ფაქტში შეცდომა ხო ეგრე მგონია რომ ის არის კენგურუს უკუსლა არ შეუძლია აი ის მაგრამ ეჭება 200 IQ ფაქტი უნდა იყოს ნანა ხიბის დროს რო ხდება უკან მიდის უკან მე უკუსულაა ეგეც ანუ ლაშ ეს არ იქნება და განახებ ვიდეოსაც უკან მიდის ესე უკან მიდის. ხო მიდის არ ხო ვიცი, თქვენ დადეთ, არ ვიცი. ბიჭო, ხო არ 50-50-ზე კითხები. არ არის ხა ეს თანხა რო ეხა მაგას ჯობია გადავამოწმოთ შეჩემა 50-50 არა, რა. ეგ 1000 ლარიანია 2000 ლარიანია და გავასპლიტინოთ. მოდი რა, დამიჯერე რა. და უფრო რთულზე დავიტოვოთ. ეს ძალიან ჭკვიანი როა ვიცი ადამიანზე ამდენად ჭკვიანია კი. ადამიანს აქვს სხვა ისინი კიდე მარტო IQ არა აქვს ანუ სხვა რაღაცეებიც გვაქვს რომ გამოვიყენოთ თქვენ მე კენგურუს რო უკუსლა არ შეუძლია რავია მაგრამ რავი შემოწმება თუ შეამოწევთ 20 წამი გრჩებათ ეგეც გაითვალისწინეთ რა. 50-50. პასუხი შემოწმება პასუხი შემოწმება აი მე რედაგჭირ 15 წამი. 50-50. Stop დრო. კაი. 1000 ლარს მივიღებ. ლაშა ერთი დაადეთ რომელიმეს. ეს შუა. მოდი ეს დავადოთ ეს გამოირიცხა. კენგურუს უკუსლა არ შეუძლია. ამ ორიდან ეხლა ერთს დაადეთ ხელი, რომელსაც გამორიცხავთ. რა შეჩემა არ დაგვენძრა. ჟირაფს 24 საათში 30 წუთი ძინავს. ამ ორ ფაქტს გამორიცხავთ და ეხლა ორ შემოვიტანთ. 15 წამი გვაქვს რა დავაფიქსირო და 15 წამი გაქვთ და დააფიქსიროთ. ყველაზე ჭკვიანი აქვს 200 და მილიონზე მეტ ჭიანჭველას ჭამს თვეში. და წამზომი ჩაირთო. აი ეს 14 მილიონზე მეტ შეჩემა 13 მოდი ამაზე 12 დავდოთ 11 შეგიძლიათ გადაანაწილოთ. ამაზე არასწორი რომელია 8 7 იმაზე ვაფეხაზე რა ვაფეხა ბიჭო გადაგვიმოწმე 1000 ლარი მივიღე პასუხის გადამოწმებაში מחარ ახლა მეუნებით ნებისმიერს და მისვავ კითხვას ეს პასუხი სწორია მე შენ გეტყვი ან კის ან არას და დრო ჩაირთვება ეგრევე ეს პასუხი სწორია თუ არა ყველაზე ჭკვიანი 8 ფეხა 200+ IQ აქვს თუ არა ეცამ სწორიაში რას მეკითხებით ანუ ეს არის სწორი პასუხი ხო პასუხი თუ არა პასუხი სწორი პასუხი ამ კითხვაზე არის ეგ გადაიდალე აბარა ბიჭო ხო ანუ ეს ბიჭო რა 200 IQ შეჩემა რამდენი აქვს 180 თუ აქ ძალიან ცუდად გექნება რა 180 შეჩემა ადამიანზე მაგდენად კაცმა სწორი კითხვა დასწორო IQ ტესტი როგორ უნდა გააკეთოს რა უნდა გიპასუხოს ანუ აუ IQ ტესტი შეიძლება გონია რომ ეგრე კეთდება დელფინზე რო ამბობენ ანუ აი დელფინმა გააკეთა IQ ტესტი შეიძლება დელფინზე ადამიანს თქვას რომ აქვს მაგალითად 5 წლის 4 წლის ბავშვის აზროვნება თორე IQ ტესტი შექმნილი არის ადამიანებისთვის მეგობრებო და ამ IQ ტესტი და შენ გონდა რომ ჰიტაზე მაგალი IQ გვაფეხას პასუხები უნდა დააფიქსირო და მე არა თვით ყველაზე ჭკვიანი რო აფეხაც არ არის ჰიტაზე ჭკვიანი მეგობრებო ამიტომ YouTube-ზე ისე ყველაზე ჭკვიანად რჩება ჰიტა პასუხი იყო ეს ანუ ეს არის შეცდომა აუ დაგვენძრა შეჩემა გავიხარჯეთ ყველანაირი ისა ხო მაგრამ წავაგებდით მეოთხე კითხვის პასუხებს გავაჟღერებ წყალდიდობა ხანძარი ოპა ვულკანი და მიწისძვრა ისტორიის მანძილზე რომელ ბუნებრივ კატასტროფას შეეწირა ყველაზე მეტი ადამიანი ერთჯერადად ზოგადად კი არა ერთხელ დაფიქსირებული და დრო წავიდა არა პომპეი არა კაცო მთელი ქალაქი იმას ქნა მაგრამ მეორედ მოსვლა ერთი ტიპი დარჩა კაი მოდი ხა ხანძარი არ არის ხანძარი და ვულკანი ერთი ხრენია ერთი ვულკანი ანუ თუ პომპეი არ არის პომპეიში არის აი ხარი დედამოდი ამან სპიტაკი ჩაიტანა ვაფშე დედა ვაფშე ხო მაგრამ ნახე ამის მერე ეს იწყება ხოლმე გავიგე რომ მკვდარი ხალხს ადიტვიტირებს რა აზრი აქვს შეჩემა კარჩი ვულკანი და ხანძარი გამოვრიცხოთ აი ეს ბიჭო აი ეს საქართველოს ისეთები მომხდარა ხანძარი რაღაცა ყლეობა ხანძარი რომ მოდის ეგეთი ანუ ყურე ეს ჩქარა მოდის რა ეს არის პომპეის ხანძარი ესე ეს არის ეგეთი ბევრი ხალხიც არის მკვდარი რომ ნახეთ გაყინული იქ გაკოვებული 2-4 ჩემ პასუხი აქ არის რა წყალდიდობა? ნუ წყალდიდობა ყველაზე ისე, მაგრამ ამას
ამის დროს ჩაუტანია ქალაქები ჩაუტანია. ქალაქებს ანგრევს ეს. ეს ბიჭო, უყურე, ეს ეხლა ანგრევს, მაგრამ ჩვენ შეიძლება ეს ისეთ წყალდიდობა მოხდა სადღაც 1700 წელს, რომელიც ეს აზიაში ხდება ხოლმე წყალდიდობა. აზიაში ბევრი ხალხი ცხოვრობს, შეიძლება იფიქრო, რომ ნუ მიწისძვრებით ხდება. მიწისძვრებით ხდება. დამანგრეველი მიწისძვრები, ახლა მექსიკის მიწისძვრა მაქსოვს? აი, ნუ რაღაცა ნაწილი ეს გვაქვს. ხო არ გამოვცვალოთ. კითხვა? არა, ჰა. ჭუაზ, აი, არ ვიცით პასუხი და რატო არ ვიცით? ლოგიკურად რაზე შეიძლება? ლოგიკურად მიწისძვრა წყალდიდობა. ხო. ბიჭო, ეს უნდა მოხდეს პრეისტორიული რაღაც შეიძლება იყოს შეჩემა რა. წყალდიდობა, არ ვიცი თუ ვიმსჯელებთ მეორედ მოსვლით, ალბათ წყალდიდობა. ნოეს კიდობანს თუ შევი. არ იგულისხმება ეგ. არ იგულისხმება? მე მგონი არ იგულისხმება. არა, მე მგონი რა შეჭამ თუ იგულისხმება, ეგ არის ახლა. კაი, გეტყვი რომ ნოეს კიდობანის თემა არ არის. არ არის. ნოეს კიდობანის თემა არ არის. წყალდიდობა. 6? არა, ბიჭო! 3, 2 და 1. მაშინ შეწყდა დრო. მე დამაბრალე. რატო გადამადებინე? არ გადაგედო, მე პროსტო კითხვის გამოცმა მინდოდა შეჩემო. კითხვას ვსვით. ლაშა სურათი გვაჩვენე რა. რა მე ტიტული ქალის ფოტოები გვაჩვენე, მიდი გეხვეწე. ეს აიღე პირველი და გამიხარდება. იცით თუ არა რომ რამდენი ადამიანი შეეწირა ვულკანს? ყველაზე მეტი პომპეი მართალი იყავით, მაგრამ ადამიანის მოსახლეობა რო შეაფარდა, იმდენად ცოტა 26000. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო, თუმცა უფრო მასშტაბური ინდონეზიაში დაფიქსირდა, სადღაც დაახლოებით 71000 ადამიანი შეეწირა. ვულკანი არ არის სწორი პასუხი. ხანძარზე ყველაზე მასშტაბური ხანძრის მსხვერპლი იყო 2500 კაცი. იმიტომ რომ ლოგიკა ხანძარს მართლაც გაექცევი და ასევე ტყეში აი ამ ორიზე დარჩა. ეხლა როგორ მინდა იცი რომ ახლა მე გეტყვით რომ 1556 წელს ჩინეთში დაფიქსირდა ყველაზე დიდი ფართო მასშტაბიანი მიწისძვრა, სადაც 820,000 ადამიანი შეეწირა. რაც შეეხება წყალდიდობას 1931 წელს აგრეთვე ჩინეთში აზრი არაერთხელ ახსენეთ, დაფიქსირდა წყალდიდობა, რომელმაც 500 2-დან 4 მილიონამდე ადამიანი შეიწირა და სამწუხაროდ თქვენი პასუხი იყო წყალდიდობა რა. გააჯი, წყალდიდობა. სწორი პასუხი იყო, მეგობრებო, წყალდიდობა და კარგია რომ თანხის რაღაც ნაწილი ბოლოში შემოიტოვეთ. აი ამის დედა ვიცი ეს რა კარგი ვაგრძელებთ. მეხუთე კითხვის პასუხებს გაგიჟღერებთ, მეგობრებო. ტერი, ჯასპერი, კრისტოფერი და კატსი. კითხვა ნომერი 5. მულტფილმში ტომი და ჯერი რა ერქვა ტომის თავდაპირველად, სანამ სახელი შეეცვლებოდა, დრო წავიდა. ტომის კრისტოფერი ალბათ. ის ხალი მახსოვს რა. ის ტომას ეძახის. ტომას ეგ მერე. ტომას რაღაცის გამო შეეცვალა. Tom Cat. მოდი, კატსი არ არის. ანუ კატსი ქართული ისაა რაღაცა, კატსი რა უბედურება. კატსი, ანუ აი რაღაცა არა. ეს AI-ის მოფიქრებული პასუხია. ჩემი აზრით. არ ვიცი მე რამდენად მიგანიშნებთ, მაგრამ გეტყვით, მეგობრებო, რომ 1940 წლის იანვარში გამოვიდა პირველი ეპიზოდი. სადაც კატას რაღაც სხვა სახელი ერქვა და იმდენად პოპულარული გახდა, რომ შემდგომ აუქციონი გამოაცხადა ამ სტუდიამ, რომელიც იღებდა აუქციონზე ვიღაცა ტიპმა აიმარჯვა და შემდგომ ტომი გადაერქვა. რატო ეს ერითმება ძალიან. მაშინ ამას დატოვებდნენ. ტერი და ჯერი ისაც იზის სახელი იყო. ტერი ტომად შეცვალო, დიდი ცხოველობა. რატო შეიცვლებოდა? რაღაცა ხო არ ქვია, ისეთ ტიპს, ისეთ პოლიტიკურ ფიგურას ხო არ ქვია, რომელსაც შეცვლა მოუწია. უბრალოდ კრისტოფერი, აი საიდანღაც მახსოვს. არ ვიცი, საიდან, მაგრამ კრისტოფერი მახსოვს, მაგრამ ჯასპერი დატო. ჯასპერი ხო არ არის? ბიჭო, არა. კაცი არ არის, ამას მე ვბულყავ. დავაი, გადაიტანე მაშინ სადაც გინდა. კრისტოფერზე ხიე. 500 ხიე კრისტოფერზე. კრისტოფერის 2-0 პირველ ტაიმში. თუ ჯასპერი იყო, ბიჭო. ნანახი მაქვს ეგ სერია რაღაცა რა. ბასტოს შენი 500 ლარია ტერი. არა, ჩემი 500 ლარი კრისტოფერზე მიდის. ჩემ 500 გადმოვიტან ამაზე. 10 წამი. ჯერჯერობით ხედავ 1500 ლარს კრისტოფერზე და 500 ლარს ხო არ გაანახევრებდით, მეგობრებო. 1000. ხო არ დადო. და წამზომის არა, შეჭ. მოყოლე
ეს 500 ლარი ბოლოს ხელი და რო გაგივარდა, სადგინოდა რომ დავარდნილიყო ბატონმა. ახ კრისტოფერზე. კრისტოფერზე თუ ნახევარზე. არა, აქ გვედო. აკვე. ბიჭო, ეს ხალი რო იძახის ჯასპერ. აი რაღაცა ჩემო კალა. კაცი მიუხედავად იმისა, რომ არ არის AI-ის დაგენერებული სახელი, არც სწორი არ არის. არც სწორი არ არის ნამდვილად. წერის ხო არ აიღებდი შემთხვევით. ტერისზე ეს რაღაცას გეტყვით რა. ძალიან კარგი ლოგიკა იყო. მე კალას მინდა რომ მოუწონო, რომ ტერი და ჯერ იმდენად კარგად ერithმება, რომ ალბათ არ შეცვლიდნენ და არც ტერი არ არის სწორი პასუხი. აი კრისტოფერზე მთელი ეპიზოდი, კი არა, მთელი კითხვა ამბობდნენ, რომ აი მახსოვსო, საიდან ღაცო, კრისტოფერიო 1500 ლარიც ედოთ. რაღაც პერიოდი. კრისტოფერი კოლუმბიდან ხო არ გახსოვს, ან ნოლანიდან ხო არ გახსოვს. სწორი პასუხი იყო მეგობრებო, ჯასპერი. ჩვენ ტომის ერქვა თავიდან ჯასპერი, მათ შორის თავიდან პირველ ეპიზოდში ჯერის სახელიც კი არ ქონია და შემდგომ აუქციონის მერე ერთ-ერთმა ადამიანმა ტომი და ჯერი გამოიტანა და ეს ორივე სახელი იყიდა სტუდიამ. სწორი პასუხი იყო ჯასპერი. იო, კითხვის შეცვლა გვაქვს. თამაში ვარ ჩეჩემა. მეექვსე კითხვა შემოვა თამაში. თქვენ გაქვთ მხოლოდ 1000 ლარი. ახლა მე თქვენ მოგცემთ ასეთ ერთი რა გაცინებს? რა გაცინებს? და მაცინებს მიხარი. მაგას მიეცი სხვას. და გავაორმაგოთ და სხვა მონაწილეებს 2x რომელიც მინდა რომ რომელიმე პასუხს რომელიც ჯერ არ იცით, უბრალოდ დადოთ ზემოთ. კაი, მომისმენთ. აი რა. რენდომ განათავსეთ. გაჩი. წინას. რენდომ ანაკან. დადე, არა, დადე, ძალა მაქვს ძალიან დიდი, დადე. ბოლო პასუხზე დაიდო. ბოლო პასუხზე დაიდო, მეგობრებო. და მაღაზე ვდებთ. უნახავში მიდი. უნახავში მიდი ძმა. მოდი ჯერ ამოვატრიალოთ პასუხები. კაროლი ჯვარი, კაროლი გული, დამაგული თუ არა. კაროლი ყვავი და კაროლი აგური. კითხვა ნომერი 6. ბანკოზე გამოსახულ რომელ კაროლს არ აქვს ულვაშები? ლაშა ბანკომ მრავალმხრივი და მრავალნაირია ახლა მე რა ვიცი. ბანახი აბა რომელ ბანკოზეა? ვალეტი რომ ანახო ვალეტი ბანახი, მართლა ვალეტი ბანახი მაგ ბანკოში რომელ ბანკოზეა ბაზარი? ამ კარტზე არის საუბარი ამაზე. ჩვენ სტანდარტული მეც მაინტერესებს. სტანდარტული კარტია. ოღონდ ვალეტი იყო מחר. დრო წავიდა თუ შეიძლება. რომელ კარტზე არის ესეც დაგიზუსტეთ გაჩვენეთ. ბიჭო, დავიკიდოთ ძმაო და ამას რომ დავდოთ რა. მართლა დამიჯერე, ამას ვერ გავიხსენე. წვერი თუ ულვაში? ულვაში. იმაზე ვდებთ. არ გვინდათ რომ კაროჩი იმაზე ვდებთ და თურმე ვაგზავნებთ. ეს ლოგიკურად როგორ უნდა მივხვდეთ შეჩემ. უნდა გაიხსენო, კაროლ ჯვარზე. კაროჩი კაროლ გულს აქ. ესე დანაუჭირავს. კაროლ გულს აქვს იმაში რუსულში ზუსტად მაგას. დიდი წვერები აქვს, თოვლის ბაბუას ყავს. და კაროლ აგურს არა აქვს მგონი იქა. მოდი ლოგიკურად რომ მივყვეთ, რა ლოგიკით შეიძლება ულვაშები ქონდეს რომელიმე კაროლ ჯვარს ექნება ძალიან დიდი ულვაში. კალა, სხვათა შორის ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მეც კი ცოტა ხნის წინ გავიგე, 4-ვე კაროლი რეალურად 4 იმპერატორს აღნიშნავს. ზუსტად რომელს არ ვიცი, მაგრამ ეს თუ რამე ჩინელებს ექნებოდათ. დიდი მადლობა ლაშა. მაგრა დაგეხმარათ ალბათ. აგური იქნება უეჭველი ბიზანტია შეჩემა და ბიზანტიელებს არ ექნებათ ულვაში და დადე შეჩემა მაგაზე. 10x მაინც ყოფილიყო იყო იმენა თამაში ვიყავით შეჩემა. 10x უკაცრავად. გავიგე შეჩემა დაგებეჭდა 10x 2x დააწეთ 10 რა მნიშვნელობა. დაბეჭდილი როგორ არა მაქვს מחר. გაქვს. კიდე გაჩვენა. ვიცი. უდა გაგაგიჟო. რატო დაბეჭდა შეჩემა? რომ ნერვები მოგიშა. რამით გამოვართ მე მაგ ფულს ამას ბიჭო, ვიცი რატო ვდებთ ერთი წამი რა გამოვიცნოთ სწორად და მე იქნება ისევ იყოს ეს 2x. კაი, ერთი მაინც დავდოთ 2x-ზე შეჩემა. მე მართლა კაროლ აგური მგონია. გულწრფელად კაროლ აგური მგონია. ისე რაღაც ჭკვიანური არჩევანი იყო, ხო? რა? ერთი 2x-ზე და ერთი 500 ლარი ცალკე. გაანი ნუუსმე. ჯვარს ექნება წვერი, ჯვარს უწვერი არ ქონდეს მე კარს აღარ ვითამაშე. კაროლ გული ცოტა ესეთი ტიპია შეიძლება გაპარსული. კაროლ გულიც მახსოვს რომ წვერია კაროჩე რა. და აგურზე მახსოვს რომ არა აქვს და რა უქნა ძმაო რა. შენზეა ბასტო. წვერზე არ არის, ულვაშზე არის საუბარი. დაიკიდე თუ წავ უკვე იმენა დაჩაჩანაკებულები ვარ და ოლინი გავიდე არა შეჩემა. მომეც სირწამი რა. გული. 6 5 4 აკაბაკა 2 1 პასუხი გულზე დადე? მიღებულია. მე აგური მგონია. შეწყდა. მე გული მგონია. დროც. ახლა მეგობრებო, მე მინდა რომ პირდაპირ გაჩვენოთ ფოტო. კაროლ გულის? მე მანახე ჯერ რა სანამ ეს გაგიჟდება რა.
და ეს არის კაროლი გული, რომელიც ბოლოს განათავსა მახარამ 500 ლარი, ჩემს 2x და რანაირი წვერია, მანახ ერთი წვერი. ულოვაში ბაზარი არ არის, როგორ ვერ წვერი მახსოვდა ულიდე მახსოვს. აი ეს გახსოვს. ბიჭო, ეს რატო გვაქიცი? რატო გვაქიცი? ხვირში რო გაგარტყა მაგიტო. მეგობრებო, მე მაქვს აქ 2 თეთრი ბარათი, სანამ რომელიმეს განათავსა, მახარ, მინდა რომ მახარა მარჩი. ეს? ხო, დარწმუნებული. არა, ეს დარწმუნებული. და რომელზე წინასწარ ვიცოდე? აი, ამას თუ ამას? აი, მას დავდებ აქ. ეს არის 2x! იგრა იყო არ მანდ. ესეც 2x იყო. 2x, მაგრამ კითხა ეგ რა არის? არ მანახო თან. კაი, მესამე პასუხზე გიდეთ, მეგობრებო, 2x. სანამ პასუხებს გაგიჟღერებთ, მაინტერესებს თუ გაგიგიათ არა სიმღერა ურიელა. ურიელა და ურიელა, ხო. ურიელა ილუზიონის გავკარი. მე მინდა რომ ახლა თქვენ მოგასმენინოთ მისამღერი. ურიელა შეშა და ურიელა წყალი, ურიელა სუზე მომისარი, ურიელა წყალი და ურიელა შეშა, ურიელა რაჯანდა ბალგაგა შეშა. კარგით. ეხა გაგიჟღერებთ და თუ შეიძლება პასუხები რომ ამოატრიალოთ, ექიმი, მესაფლავე, მეორე ნახევარი და ანგელოზი. კითხვა ნომერი 7. რას ნიშნავს სიტყვა ურიელა? ბიჭო, მოიწინე. ჩაირთ. ურიელი მგონი ანგელოს ქვია. ერთ-ერთ თავარ ანგელოს. ურიელა შეშა. უეჭველი მახსოვს რა. წყალი. კაი, გახსოვს ერთია, კაი, ოკეი, კაი. დროებით აქ დავდი. სულზედ მოგვისწარიო. და რა ჯანდაბამ გაგაშეშაო, ანუ მესაფლავემ სულზე როგორ მიუსწრო. ბიჭო, ამ თავარ ანგელოზი არის ურიელი. აი, ურიელას რო ეძახის თავარ ანგელოს. ურიელა შეშაურება წყა და მომისწარიო რა სულ მაგრამ გავიგე, მაგითი ექიმთან მივდივართ, მაგრამ ექიმს რატო დაათრევინებენ შეშას? ბიჭო, ეს არის ძველი სიმღერა, საკმაოდ ძველი სიმღერა. იმის ექიმმა გურული სიმღერა. ცეცხლიც მაგან უნდა დაანთოს, წყალიც მაგან უნდა დაადგას და ოპერაციისთვის მოემზადოს. მესაფლავეს სხვა. და თავარ ანგელოს ეღადავება? არა, იასნა. აი ხასიათზეა. ურიელა წყალი, მომისწარიო რამ გაგაშეშაო. ასტო. თქვენ რას ამბობთ? ურიელი არის თავარანგელოს. გიჟია ვერს. კითხვა როგორ იყო დასმული? ვის უმღერისო? არა, რა პროფესიის არის ურიელა? ურიელიო. გაიგეთ რა მეთქავს. რას ნიშნავს სიტყვა ურიელა მეთქი? რას ნიშნავს? დიახ. ჩემ დავატირე. მე მგონა ვინ არისო შეჭი. მაგრამ ნამდვილად ურიელა ურიელი იქნება? ეხლა მოდი ამაზე იფიქრე. ბიჭო, ურიელი თუ იცი რომ თავარანგელო. ბიჭო, ვიცი, მაგრამ ურიელაო შეჩემა, რავი მე. მე ურიელაო, მე რომ უმღერის. არ შეიძლება? ვა. გურულებს აქ ჰიუმორი, ხო? რაღაცნაირად შესაძლებელია რომ პროსტა მესაფლავეს ეღადავებოდეს რა. ექიმია რა. რა ჯანდაბამ გაგაშეშაო, მოგხედეო, მოგეცე ყურადღებაო. 30 წამი გაგჭირთ. ძლის სულზე მოგვისწარიო. კაცი იძახის რომ ურიელიო თავარანგელოზეო და ვაფშე არ განიხილოთ მაგ პასუხს. კი არ გამიხილოთ მან მანდე. არა, ეს კრეხელობა. არა, თუ ურიელი არის, ეგ არის ეს. აუ არა, მაგრამ ექიმი კალა 10. არა, ექიმის ვერსია. კაროჩი, აი არა, შეჩემა, არ არის. ჩემი 10 ლარი დადიამაგე. გეხვეწე. გეხვეწები, არა უშავ. ეს შემდეგზე გავორმაგებ. შემდეგზე გავორმაგებ. 4, 3, 2 და 1. რას 100 ლარს ავორმაგებ შეჩემა? ბიჭო, ძამძიმია უკვე ზმოყა და მეგობრებო. აი ესენო ჩააწყდა თუ შეგილია რა. მესაფლავე, არა, მესაფლავე. არ არის მეგობრებო, ექიმი. არ არის მეგობრებო. 25%-იანი შანსით სამწუხაროდ. არ გამართდა მეგობრებო, კაცი ამბობდა რომ არისო თავარანგელოს და ანგელოს ნიშნავს სიტყვა ურიელა მეგობრებო და გადადიან 400 ლარით ბოლო კითხვაზე. მეგობრებო 20,000 ლაიქზე თუ მართლა იყო 25 მე მოვიწვევ ამ სამ ადამიანს და წეღან מחარამ არ ვიცი ჩაიბუტყო და 15,000 ლარზე ვათამაშე. აბა რა ბიჭო ეგრე კი ეგრე გადავანაწილო ჭიჭიმა? ერთი 1000 ლარს უეჭველი გავიტანთ. თუ იხილავდით მესამე რევას თქვენი გადასაწყვეტია მეგობრებო მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს სიტყვას. ის X2 კიდე კარო დაგვიდა წინა რაუნდში მაგრა გამოგვადგა. ხარ მოგვეცი რომ ანუ ნახე მაგ X2-ისგან 600 ლარი წავაგეთ. იმიტომ რომ იმის იმედით რომ გავარმაგდებოდა ფული დავდეთ მაგაზე. ნახეთ ჩემ, ისეც არ გვაკლდა. ჩოქი უნდა იჭრა კუდი. მიშალე რა.
ლარიანებად. მერვე კითხვა, ბოლო კითხვა და თქვენ გაქვთ იმედი, რომ თამაშს დატოვებთ გამარჯვებულები. 10x არ გამიყვარ გამაგიჟო ეხლა ლაშა. 10x. აიჩიეთ პასუხი. ისე ვიგდა, სადღაც ეხა აქ და. არა, ყალა, ეხა იმენა ვიცი. 800 გამოიწე. 2x მიდის თამაში. პასუხები რომ ამოვატრიალოთ, სხვებისგან გამორჩეულები ყოფილიყვნენ. თავი ეგრძნოთ დამცირებულად. ფერადი ტანსაცმლის წარმოება ძვირიჯდებოდა და ფოტო-ვიდეოში უკეთ რომ გამოჩენილიყვნენ. კითხვა ნომერი 8. რატომ ეცვათ თავიდან პატიმრებს შავ-თეთრი ზოლიანი ფორმა? დრო წავიდა. მეც ნახე ფერად ტრანსფერი არ ამგონია იმ. რატო? იმიტომ რომ მაშინ შავ-თეთრი რატო იყო? შავი იქნებოდა ან თეთრი? ნახევარი ჯდებოდა რა, იაფი იყო. ანუ განსაიაფებლად იყო ეგეც. ბიჭო, თუ ეს იყო, მაშინ ესეც და გამორჩეულების უნდა ყოფილიყვნენ. ანუ ორი პასუხი არ იქნება. დამცირებლად რატო იგრძნობენ თავს? მასხარას ფორმას ხო არ გავდან რაღაცა ეგეთი და ფოტო-ვიდეოში უკეთ რო გამოჩენილიყვნენ რა შეჩება, ანუ რატო? მაგ დროს პატიმრებს რო ეგეცვა ჩება არც. მოდი ოლინი გავაკეთოთ. ეს ორი გამოვრიცხოთ. ფერად ტანსაცმლის წარმოება უფრო ძვირიჯდებოდა მარტო. ასასლავს ყوار დადებდით ყველაზე. არა, ეს ხელ მოგებული გაქვს. ფოტო-ვიდეოს გააჯმევინე. არა, რავი. ფოტოებს არ უღებდნენ. ეს რა ფერად ტრანსფერის წარმოება უფრო ძვირიჯდებოდა მართლა. ნახე? ფერი ვაფშე არ იყო ტრანსფერში დიდი ხანი ხო რაღაცა? ბიჭო, აი მე მგონი მარტო ძვირიჯდება. უბრალოდ გამორჩეულები უნდა ყოფილიყო და ზოლიან ტანსაცმელში გამორჩეულები. რატო ან ეგეთი ზმანი არ შეიძლება იყოს სხვა გასმოდა? აი ეგეთი ყლიანი გამორიცხული რა სხვა სმოდა. დამაინ შავ-თეთრით უნდა იყვნენ. 2x კანებე ეს ტანსაცმელი ხო მაგას ნიშნავს რომ გამორჩეულები. რატო უნდა იგრძნოს დამცირებულად თავი? არა, ბაზარი. რატო უნდა იგრძნოს? აი მოიცეთ, იგრძნობდი თავს დამცირებულად. პატიმარი ხარ შეცემა, ბადრაგი შემოდის და გიბორტყუნებს თავში და ეხა ეს რო გაცვია უფრო დავდა. მე მგონია რომ ფერად ტრანსფერი უფრო ძვირიჯდებოდა. და ეს აჰა და ლოგიკურად ეგრეა. მომისმენე, კაი 30 40 წამი მაქვს, 40 წამი მაქვს რომ ვიმსჯელო რაღაცაში. სო, კალამეს დადო აქვს. აი შენ რა მე იქნება, ანუ რა, თავი ეგრე დამცირებოდა. რაღაც პატიმარს რო შეიძლება რომ ვარა მაგარი ზედა გასწორებოდა რომ აქ რა კითხვა დასო გახსოვს? ზოლები რატო არის მაშინ? ჰა? ზოლებიან რატო არ ჩათვალე? გამორჩეულია შეჩემა რა. ო, მაშინ ესეც და ესეც ანუ. კითხებს რო უყურებს, სხვა კითხებს, ყველაზე ლოგიკური ეგ არის. არა, ყველაზე ლოგიკური არის ეს. ეს? ხო. უნდა გამორჩეული იყვნენ სხვებისგან და ამითი? ძველად. ეხა უკვე სტაფილოსფერია და რაღაც სხვაფერი. 4 3 2 და ეს ჩემი პასუხია. 1. ეს ჩემი ხუთვარიანია. ეხა თუ ეს არის, ანუ ამ არანაირ ლაიქებზე აღარ მოვდივარ. კალა რამდენ ლაიქს ემოხვალ? სარო გაიხსნას, ურიელა რო გადამოვიდეს და მოდითო გითხრას, მაინც არ მოვალ. აი ეს რო იყოს. რომელი აბა? აი ფოტო-ვიდეოში რო კარგად გამოიყურებიან უფრო. უეჭველი გამორჩეულობა. არა, ჩააგდე. რა ფოტო-ვიდეო? თავდაპირველად ზოლიანი მაისურები რო პატიმრებზე რო გადაწყდა, მაშინ არც ფოტო ვიდეო მქონდა მე მარტო მაგ დროს. ასე გამორჩეულობის პონჩი იზავდნენ. ნახე, თავი ეგრძნოთ დამცირებულად. აქ რაღაც ლოგიკა შეიძლება ყოფილიყო. განსაკუთრებით იქიდან მოყოლებული, როცა პატიმრებს აღსჩობდნენ და მე შეიძლება გადმოყოლილი აქვთ, რომ აღარ აღსჩობენ, მაგრამ აი თავი ეგრძნოთ დამცირებულად. მაგრამ ამ შემთხვევაში არ არის სწორი პასუხი. შესაბამისად 100 ლარს და ჩემ 2x წავიღე. ნუ არა, ფული უკვე მოვიგეთ. ეხა რა თანხაზია საუბარი 200 ლარი? აი რას ნიშნავს რომ უნდა გამორჩეულიყვნენ სხვებისგან. პირობითად თუ პატიმარი გამოვიდოდა, ზოლიანი ტანსაცმელი მარტივად გარჩევადი იქნებოდა ამ ტანსაცმლით და მაგალითად გაქცევის შემთხვევაში მარტივად ამოიცნობდნენ პატიმრებს საზოგადოებაში. მართალია. ეს არის სწორი პასუხი. ხო გითხარი, ბიჭო, რა თუნდა? ფერადი ტანსაცმელის არ იყო სწორი პასუხი. არ გახსოვს რას გეუნებოდი ეგ? 200 ლარი მოიგო, ჩვენმა იკონიქ სამეულმა. შეცვლილი ყოფილი. რა ფული მოვიგეთ? 200 ლარი. აი ეგ დარჩათ ჩვენს 20000 ლაიქს თუ ყვილა კი არ ავედით. 200 ლარი. გამარჯვებულები კი არა? ჩვენზე დამარცხებულები დღეს არავინ არ არსებობს. სწორი ლოგიკა გქონდათ, მსჯელობა კარგი გქონდათ, ვაღიარებ. ხო მოვიგეთ. ეხა შემდეგ 20000 ლაიქზე და ფულს მოვიგებთ. რამდენს მოიგებ? საკითხავ ეს არის. მეგობრებო, მადლობა რომ უყურეთ, თუ მოგწონთ, თხოვნა გვაქვს მხოლოდ ერთადერთი. უბრალოდ დალაიქოთ, არხი გამოიწეროთ და კიდევ უფრო საინტერესო კონტენტ შემოგთავაზებთ. კომენტარებში დაწერეთ აიკონიკ სამეულის რევანშზე რას ფიქრობთ, რამდენად კარგად ითამაშეს. მადლობა რა თქმა უნდა ჩემს გენერალურ სპონსორს ამბასადორს და ასევე სომერს ვის წარმატებები.